მოგინა ბებია და ბაბუა დაფასებული, რომელსაც აქვს რაღაცა შემოსავალი. ის ხო სულ იზრუნებს, ბედნიერი იქნება. სულ იზრუნებს, ყველა თავის შვილებს და შვილიშვილებს მიცემს და მოეფერება, მოესიყვარულება. არ გახსოვთ? მე მახსოვს ძალიან კარგად. ბებიას და ბაბუას, პაპას და ბაბოს გაკეთებული საჭმელი, ჩურჩხელები იქნებოდა თუ ჩირი იქნებოდა თუ რას იქნებოდა, რომ მოდიოდა სტუმრად. ეს ყველაფერი მოქონდათ და ეს ჩვენ ბავშვებს ეს გვახსოვთ რა ბედნიერება იყო მათი მოსვლა. ან სტუმრობა ბებიას და ბაბუას რომ მიდიოდი, ეს იყო თელი ცხოვრება. სიყვარულში ყოფნას ნიშნავდა ეს. და დღეს რა უქენით ჩვენ ასე ვთქვათ ბებიებს და ბაბუებს, დედებს, მოხუც დედებს და მამებს, რომ მხოლოდ წამლებზე დავსვით. ეგ არის. ზოგს ხორცი ენატრება, ზოგს საჭმელი ენატრება, ზოგს სახკარი ენატრება, ზოგს შეშა ენატრება, ზოგს წამალი ენატრება ბორობა, ზოგს თავისი შვილი ენატრება, რომელიც საზღვარგარეთ არის წასული და არ უნახია დიდი ხანი და გამოღამებული თვალებით იყურება, ნეტა როდის დაბრუნდება ჩემი შვილი. და ისე მიდიან იმ ქვეყანაზე, რომ ვერ ნახულობენ თავიანთ შვილებს. რეალობა არის ეს, ხალხო. მე არ ვიცი ხა მე იმიტომ არ ვამბობ მე პოლიტიკაში საერთოდ პოლიტიკა რა არის, ცხოვრებაა. ეს არის ცხოვრება, მე რასაც ვამბობ, ეს არის ცხოვრება.